დალოცველი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. პირველი შემთხვევა არის, რომ ჩვენ ასეთი რამის გადავდგეთ ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ რამის გამოგვივიდეს კარგად და საინტერესო იყო ჩვენი საუბარი. თავარი არის, რომ ჩემი თავარი მიზანი არის და თქვენიც ასევე, რომ რაც შეიძლება მეტად ვიყოთ გათვითცნობიერებულები ჩვენს კარგად ცეკავს ესე კარგად. კარგი ვიყოთ გათვითცნობიერებულები რელიგიურ თემებში. და სიმართლე გითხრათ არ ველოდი ამდენი თუ დარჩებოდით. აი თითქმის ყველა არა, მაგრამ ხო. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის რასაც ხშირად მეკითხებით ხოლმე და განსაკუთრებით ეს კითხვა ისმებოდა ერთი ეტაპი იყო, ერთ პერიოდი იყო, ძალიან დიდი ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს რაიონში. დაახლოებით 12 წლის შუალის ის პერიოდი იყო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და იქიდან მოყოლებული დავიწყე მე აი თვეში ერთხელ რომ მიცვალებთა წირვას ვატარე. იქიდან დავიწყე მაშინ. ხო და მაშინ იყო ძალიან ბევრი შეკითხვა ჭირისუფლიდან რომ აი მართლა არის მამაო ის ქვეყანა ცხონება სასუფეველი მართლა არის ის სამყარო და მსგავსი კითხვები იყო ხშირად და მიწევდა საუბარი და მაშინ ვერ მოვიფიქრე რომ ბარემა ყველასთვის ერთად დამელაპარაკა და საცალკე აღარ მომიწევდა საუბარი აი ბუნებრივი კითხვა არის ამ კითხვის დამსვლელს კი არ ვამბობ იმას რომ დასვა ეს კითხვა დედა რა სარწმუნოების ნაკლებობა არა როდესაც კითხვა სვა მინდა გითხრა ესე იგი გაინტერესებს რაც ის რომ რაღაც არ იცი არ გაგიკვირდეთ ჩემო ძვირფასებო ეს ამბავი რომ რაღაცა არ იცი თქვენ ეს არ გაგიკვირდეთ იმიტომ რომ ვინ ახარ რო არ იცოდე რო ყველაფერი რო იცოდე უბრალოდ ვინ ხარ შეუძლებელია ყველაფერი იცოდე ბუნებრივადაა კითხვა დასმული არაგურცმელები მაშინ იქნებოდეთ რომ კითხვები არ დაგესვათ კითხვა უნდა დასვათ რა თქმა უნდა მოდი აი ეს კითხვა არის თუ არა სათასასუფეველი არის თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი ჯერ რა კონტექსტში არის ჩვენს გონებაში სამოთხე და ჯოჯოხეთი ეს კიდე ასახსნელია ცალკე თემა მაგრამ ზოგადად არის თუ არა ეს აი ამ თემაზე ვისაუბროთ დღეს და ეს შეკითხვა და მეორე კითხვა არსებობს თუ არა ღმერთი პრაქტიკულად არის ერთი და იგივე იმიტომ რომ თუ ღმერთი არსებობს ღმერთი წიაღიც არსებობს ხო მაშინ სადღაც ხო არის ღმერთი ხო არსებობს ხო არის და სწორედ მასთან ყოფნა არის სამოთხე ნეტარება ხო ასია და მის გარეშე ყოფნა არის ჯოჯოხეთი და მოდი ახლა აი არსებობს თუ არა ღმერთი მოდი ჯერ ამაზე დაგელაპარაკებით რამდენიმე სიტყვით აი ახლა ჩემს წინ დგას სანთელი ანთებული სანთელი აი ხო ჩვენ ახლა დავინახეთ სანთელი ვინ მოიტანა მაგრამ რომც არ დაგენახათ და შეგეხედათ რომ სანთელი დგას მამაოს წინ მაგიდაზე თქვენ ეგრევე მიხვდებოდით იტყოდით რომ ეს სანთელი აქ ვიღაცამ დადგა სანთელს ყავს დამდგმელი ამთები ვიღაცა მაანთო ხო ასია აი მაგალითად თქვენ არ გინახავთ ეს წინ მაგიდა რომელიც მიდგას ვინ გააკეთა ვარ იცით შეიძლება ვინმე ვიცით კი ბატონო მაგრამ არ მგონია იცოდეთ არ მეც არ ვიცი მაგრამ რადგან მაგიდა არსებობს თვითონ მაგიდა მეუბნება რომ მე მყავს დურგალიო ნუ დურგალი ქვია მაგიდის ხის მაგიდის შემოქმნეს ქვია დურგალი ჩვენ ახლა ტაძარში ვიმყოფებით მე არ დამინახავს რამდენიმე 2 საუკუნისაა თუ საუკუნე ნახევრის ეს ტაძარი არცა თქვენგანს აღდგენითი სამუშაოები 90-იან წლებში რომ მოხდა ის გინახავთ კი ბატონო მაგრამ აშენება არ გინახავთ მაგრამ რადგან ტაძარს ხედავთ აშენებულ შენობას ავტომატურად აპრიორი უკვე იცით რომ მას ხავს მშენებელი უფრო ზუსტად რო ვთქვათ ფორმულირება მშენებლის გონება ყავს მას თუ კი გონება არ არსებობდა რომელსაც ეს ქვის მასალა ტაძარი რო არის რითაცაა ტაძარი აგებული ქვა არის თუ ეს ქვითაა აშენებული ხო
ეს ქვის მასალა წესრიგით თუ არ დააწყო ვიღაცის გონებამ, რაღაც გონებამ, ისე არ მოხდებოდა ესე წესრიგში. ოასია, აი სანთელი ჩემწირო დგას. ამას ჩამომსხმელი ყავს. სანთელი ჩამოსხმას ჭირდება ჩამომსხმელის გონება. გონება ჭირდება ამას. ასაცმელი რომელიც მაცვია, მკერავის გონება ჭირდება მას. ნუ მკერავი ქვია პირობეთ, მაგრამ გონების გარეშე ეს ასაცმელი არ შეიკერებოდა. ამას ვთანხმდებით. ანუ, მოდი ასე ვთქვათ, სადაც ხედავ წესრიგს, ეს წესრიგია, ყველაფერი. ასაცმელი არის წესრიგი. ანუ სადღაც წესრიგით აეწყო ზაფები. თავისი წესი და რიგი აქვს ზაფების დალაგებას და მიიღებთ ასაცმელს. თავისი წესი და რიგი აქვს ფიჭის და გამოდნობას და მიიღებს სანთელს. თავისი წესი და რიგი აქვს ქვის დაწყობას ერთმანეთზე, რომელსაც ჭირდება ქვის დაწყობის შემთხვევაში გონე ყველაფერს გონება ჭირდება. სადაც წესრიგია, ყველაფერს მართავს გონება. ახო თახტებით. სამყაროში წესრიგს ვერ ხვდავთ? ვერ ვხედავთ სამყაროში წესრიგს? მზე როგორ ამოდის, ჩადის, მეორე დილით კიდევ ამოდის. ცედარე შააგდებ კაკალს გაზაფხულზე, ნუ ზოგიერთ შემოდგომაზე, მაგალთა პურის კაკალს შემოდგომაზე. თან იცი როდის უნდა ჩააგდო მიწაში. ჩაგდების დრო თუ შეგეშალა, შედეგს არ გაძლევს. მაგრამ ეს სხვა თემაა. კაკალი ჩააგდე, მოდი არ ვიყოთ სიმინდის კაკალი. მიჩვეული ვარ, ჩვენ ახლა სოფელში, სოფლელში დავიბადე, გავეზარდე და მიჩვეული ვარ თო სიმინდის კაკალი. ჩაოლებ დავთესე შემოდგომაზე სექტემბერ-ოქტომბერში მოვიყვანე მოსავალი. კაკალს ჩააგდებ, რომელიც ორ კვირაში კი არა, ერთ კვირაში თუ წვიმა მოუსწრო, ლპება იქში. მერე უცებ ამოხედავს რაღაცა სუსხვა რაღაცა, ის კაკალი აღარ ჩანს. ამოხედავს ამ მიწას როგორ ერევა. რა უსუსური ყლორტია. მიექცეთ ყურადღება. ამოხედავს მიწას ბელტირო, იმასაც კი გვერდის შემოუვლის. ნუ მერე უჭის, რა თქმა უნდა, ბელტი თუ არ კაკალს ადებ უჭის, მაგრამ იმასაც შემოუვლის. და სადღაც ზეით მოდის, ზერო დაინახოს, მზისხილი. ხواسია. მერე იზრდება და ესე რომ გადაიფოთლება, სიმინძე ვლაპარაკო. იქ რო პატარა თავთავი წამოა ჯერ. მერე გაიზრდება, რო გადახსნი, ზუსტად ის კაკლები არის და კოპიო კაკლები, ოღონ ერთი რო ჩავარდა, აქ რამდენიმე ასეული ცალია. ზოგი სამტაროს იკეთებს და ზოგი ორს და სადღაც 1000-მდეაც მინდის ხოლმე, ახლა რა ვიცი რაოდენობა კაკლებს, სიმის კაკლებს რაოდენობა ერთღეროს რამდენია. 1000-ად ზაპარი რო არის ქართული. რა არის ეს? არ არის კანონზომიერება? ეს წესრიგი არ არის? სადაც წესრიგია, თუ კი სანთელმა გითხრა, რომ წესრიგია თუ არა აწყობილი მეო და შემოქმედის ჩემი შექმნის გონება იყო საჭირო და ამას მიხვდი. ხედავ აშენებულ შენობას და შენებლის გონება საჭირო, ამასაც ხვდები. ასასწორებს ხედავ და მკერავის გონება საჭირო, ამასაც ხედავ, ხვდები. ამას რო უყურებ, სიმინდის კაკალს რო უყურებ, როგორ ითესება, როგორ ამოდის. ეს წესრიგი თავისით არის შექმნილი? მას არ აყავს გონება? სწორედ ეს გონება, რომელიც მართავს სამყაროში არსებულ წესრიგს და ეს წესრიგი არ იშლება, სწორედ ეს არის შემოქმედი სამყაროსი. ქართველებმა მას დავარქვით ღრმა ერთი. მერე ეს ორი სიტყვა შევაერთეთ, შეიკვეცა და გამოვიდა ღმერთი. რუსებმა დაარქვეს ბატონი, გასპადინ რუსულად, გასპოდ, ერთიაგივე ძირია ნაწარმოების. სხვა ებრაელებმა ეს სახელებია ძალიან ბევრი. ანუ ეს კონკრეტული სახელი კი არ არის ღმერთის, მისი თვისებებიდან გამომდინარე, როგორ დაინახა ამა თუ იმ ერმა ქვეყნის შემოქმედი, შესაბამისი სიტყვა მიუძღვნა მას. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ ლოგიკურად სულ ცოტა დაფიქრებაა საჭირო,
ლოგიკურ დაფიქრება, რომ ვაღიაროთ, რომ სამყაროს ყავს შემოქმედი. არაფერი არ არსებობს არაფრისგან, ყველაფერი იქმნება გონებისგან. და ეს გონება არის უზენაესი გონება, უზენაესი სიბრძნე. ეს არის ღმერთი. ახლა როგორი ღმერთი, რა ღმერთი, ზოგმა არაბულად მაგალითად ამას შემოქმნეს ქვია ალაჰი. ანუ სიტყვა როცა ჩვენ ალაჰს შეურაცხყოფთ, არა შეიძლება. ქრისტიანმა რომ მუჰამედის მოციქულობა იწამოს, ეს არ შეიძლება. ეს არ მოციქული არ ყოფილა მუჰამედი, მაგრამ არაბულ ენაზე ღმერთი, ანუ ჩვენ რო ღრმა ერთი უწოდეთ, არაბებმა ალაჰი უწოდეს. დებით, რუსებმა გასპოდ უწოდეს. და სხვა ეროვნებებმა სხვა თავისი სახელი უწოდეს და ამ სიტყვის მიმართ უარყოფითი კონტექსტში გამოხატვა არ შეიძლება, ხო ხვდებით? იმიტომ რომ იმ ერისთვის ღმერთის შემოქმედის სახელწოდებაა ის. ღმერთი სადაც არის, მისი წიაღიც ექნება მას. შეიძლება ღმერთი არსებობდეს და თავისი ადგილსამყოფელი არ ქონდეს? აი, ეს არის სათასასופველი, მაგრამ მეორე რისი თქვაც მინდა ჩემო ძვირფასებო. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი 64 აქ არის, ჯოჯოხეთი იქ არის და ამას აღვიქვამთ როგორც გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, აქ უშვებს უკვე შეცდომას. 64 და ჯოჯოხეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა კი არ არის. რა აქ არის თუ იქ არის, იქ არის თუ აქ არის. ზევითაა თუ ქვევითაა. ეს არ არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ძვირფასებო. ეს არის შენი და ჩემი სულიერი მდგომარეობა და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. შეიძლება ითქვას ასეთი სწავლება არსებობს, რომ ჯოჯოხეთი თვითონ თავი როგორც ასეთი არ არსებობს. ხო, ეხლა ვამბობდი არსებობს, ახლა ვეუბნები არ არსებობს, ხო? შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ახლა ერთმანეთს ამდენს ლაპარაკობსო. ერთხელ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აინშტაინის სტუდენტობის დროს, აინშტაინის ეს არის, რა ქვია, სწავლება არის. სიბნელი არ არსებობს. მაგრამ სიბნელი ხო არსებობს? კი. სიბნელის შემსწავლელი მეცნიერი ფიზიკოსი ხო ბრძანდება ვინმე? სიბნელის ერთეული არ არსებობს. ხო, ეგეთი რამე არ არსებობს. სიბნელეს ვერ შეისწავლე. სინათლის შემსწავლელი არსებობს. სიბნელი არის სინათლის უქონლობა. რაც სადაც არ არის სინათლე, ისაა სიბნელი. ამიტომ ხდება, რომ ბნელ ოთახში სულ პატარა ნემსის წვერის დენას ჭუჭრუტანიდან რომ სინათლის სხივი შევიდეს, იმ სიბნელეს ანგრევს. იმიტომ რომ შედის სინათლე შედის უკვე სინათლე მატერიალური არსებობასთანაც კავშირში. სიბნელი არ არის. სიბნელეს დავარქვით ჩვენ ადვილი გასაგები რო იყოს, აღთქმა რო იყოს ჩვენთვის სინათლის უქონლობა რა არის. იგივე შეიძლება ითქვას ბოროტებაზე. ვინ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი? აი, მან დახეთ, მათ ვწდებით. სინამდვილეში ღმერთმა შექმნა სინათლე, იმიტომ თვითონ არის ნათელი. ჩვენ რო გადავწყვიტეთ, ღმერთის გარეშე ვიყოთ, ეს არის სინათლის უქონლობა. სულიერი ნათლის უქონლობა და უკვე ეს არის ჯოჯოხეთი. დავარქვით ჯოჯოხეთს როგორც სიბნელე. არის სინათლის უქონლობა, არის სიბნელე, ღვთის მადლის უქონლობა არის ჯოჯოხეთი. ღმერთის გარეშე ყოფნა. ჩვენი ნებით რო ვაკეთებთ, ამას ის არის ჯოჯოხეთი. ღმერთსა დაშორება, აი იგავი რო არის, იგავი. გახსოვთ, თუ გახსოვთ. კრომიდის სისხლმდინარე რო მიატოვაო მამა იერუსალიმიდან მიდიოდა იერიქონისკენო. ის შემთხვევით კი არა იერუსალიმი იერიქონი იქ დასახელებული. იერუსალიმი არის ეცილისაციური სასუფეველი და მიტოვებული აქ ადამიანს და მიდის იერიქონისკენ. და იქ დახვდება გზაში ყაჩაღებიო დაჭრიენო, დააგდებენ სისხლმდინარესო. ანუ მან ღმერთმა რო ღმერთსო ზურგი აქცია, მერე ხდება ეშმაკისგან მისი დაღუპვა. მერე ხდება ეს. ცათა სასუფეველი არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ჯოჯოხეთიც არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა. და რადგან ჩვენ ვარსებობთ, შესაბამისად ჩვენი სულიერი მდგომარეობაც არსებობს,
და შესაბამისად არსებობს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერ წესრიგს ყავს თავისი მომწესრიგებელი გონება. არ არსებობს, აი, ქუჩაში რო გადიხარ ნებისმიერ ქალაქში, გინდა თერჯოლა იყოს, გინდა საზღვარგარეთ იყოს ნებისმიერი. თუ იქ დაინახავ რომ გასხლული არის, თქვათ, ლამაზად გასხლული არის გზაზე ტოტები, მოხვეტილიება არის, მოსუფთავებულია გზები, არ დაგინახავს ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იმას ხო ხვდები, რომ ვიღაცამ ამაზე იფიქრა, გონება მიმუშავა, ხო ასეა. თავისით ხო არ გაკეთდებოდა. არსებობს აი ნიუტონის მაგალითია ძალიან ისააკ ნიუტონი ცნობილი მეცნიერი იყო და სხვათა შორის ძალიან დიდი მორწმუნე. და ღმერთს რო აღიარებდა ერთი მისი კოლეგა შეეკამათა რომ კარგი რაო მაშინო ისააკმა არაფერი არ უპასუხავდა მე გარკვეულ დროის მერე სახში ყავდა სტუმრად ახლა ის ადამიანი და თავის ოთახში რო შეიყოლა დაინახა მზის სისტემა აწყობილი იმას რა ქვია პლანეტები და მზის სისტემა ქონდა აწყობილი ასე მაკეტი ვაი ეს რა კარგი რაღაცა გაგიკეთებიაო გასვლის ლალამაზად გაგიკეთებიაო შეაქო ახლა კომპლიმენტი უთხრა სტუმარმა ნუ კოლეგას ისააკ ნიუტონს არა მე ეს არ გამიკეთებია ეს თავისით გაკეთდა ალბათ ხვდებით კი მაგრამ თავისით ეს როგორ გაკეთებოდა ასეთი კარგად აწყობილია პლანეტებიო და მზე შუაშიო და მისი მოძრაობის ტრაექტორიაც არის ყველაფერიო და შედალოცვილო ახლა ცოტა ჩემი სიტყვებით ვიტყვი თუ კი ეს არ გაკეთებულა თავისითო რისი მაკეტიც არისო ეს მაკეტი რისიც არის სინამდვილეში თავისით დალაგდა სამყაროშიო ეს პლანეტები მზე თავისით ის მოხდა თავისით და ამას ხავს შემქმნელიო და მაშინ მოკლედ აწია ხელები როგორც იტყვიან ასე რომ რა ვიცი რამდენადაც შევეცადე რომ მესაუბრა სათავსოთმეობისა და ჯოჯოხეთის შესახებ ასე არის და დანარჩენი რამე კითხვები იქნება და ვისაუბროთ კითხვებით